გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ცი, კარგად, შენ როგორ ხარ? მე კარგად ვარ, იმიტომ რომ ისეთი სტუმარი ყავს დღეს, რომელიც სულ მინდოდა სად არის კამერა რომ ყოფილიყო ჩემი სტუმარი და თან ისეთი სტუმარი მყავს რომ მე და ჩემი ძმა ხო ვართ და ყოველთვის ზუკაზე კი არ მეკითხებიან ხოლმე, მასზე მეკითხებიან, აუ შენ მაგისტა ხარ? და რაც ისე აღმოჩნდა რომ უფრო გავართ ვიზუალურად ერთმანეთს ვიდრე წარმოგიდგენ ხოლმე ეს სტუმრებს, მაგრამ ეხა ისეთი სტუმარი ყავს რომ აუცილებლად თავიდან ბოლომდე შენ გითმო ჩვენი სტუმრის წარდგენას. ხო და იმის გარდა რომ არის ძალიან კარგი მსახიობი, არის ძალიან საინტერესო ადამიანი, ჩემი აზრით, ოღონდ სუბიექტური არ ვარ ამ შემთხვევაში, გულწრფელად ესეა. თან არის ჩემი ბიძაშვილი და თან ძალიან გავართ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მეღირსა. როგორ ბრძანდები? თავად როგორ გიკითხოთ? კარგად, ძალიან მიხარია რომ მოხვედი და ხო, ძალიან მიხარია რომ შენ ამბებზე ვისაუბრებთ voice-over-ებში, იმიტომ რომ იმის გარდა რომ გაქვს ძალიან დიდი სამსახიობო კარიერა და ძალიან საინტერესო ვიცი არ გიყვარს ხოლმე ესე რომ გაქებენ, მაგრამ ნუ ესეა. ამის გარდა ხო ხმის ამბავშიც გაქვს გამოცდილება და თან კარგი ხმა გაქვს ჩემი აზრით. მადლობა. და აღნიშნოთ ეს ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. შენ ხო ძალიან კაი ხმა. ჩვენ გქონდა საუბარი მანამდე და ვისაუბრეთ და მე უთხარი რომ ხო არ გქონია მეთქი გამოცდილება თქო და სხვა შორის არ ვიცოდი და მითხრა რომ გქონდა გამოცდილება. ხო ეს ცალკე ახალი ამბავი იყო ეხა ჩემთვის. და ჩვენ მაყურებლებს ხოლმე ძირითადად ანუ როგორც გითხარი, რაღაც გახმარების სახიობები გვყავს, საუბრობთ მათ პროფესიაზე, ხმებზე, ასე ვთქვათ, როგორია ეს პროფესია და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი კომენტარები იწერებოდა, მოკლედ მათ შორის შენზეც, რომ მოიწვიეთ მსახიობებიც და ძალიან ბევრი იყო მათ შორის შენზეც და მაყურებლებს მინდა უთხრა, რომ პაატაინაური დღეს როგორც მივხვდით, ჩვენი სტუმარია და გვესაუბრება მოკლედ აი ამ თელ ამბებზე რა. შენი ამბავი მაინტერესებს, სანამ შენს აი რაც ციკომ თქვა რა, სამსახიობო კარიერაზე გადავიდოდით, გახმოვანების ამბავში როგორ მოხვდი და როგორი ამბავი იყო ეგ რა. თეატრალში არ არსებობს გახმოვანების სკოლა. სხვა შორის არ არსებობს. ბევრი რამე არ არსებობს. კამერასთან მუშაობაც არ არსებობს ამ ზღვრად. როგორ დავიწყე გახმოვანება და რუსთავში შევას კასტინგივით იყო და დამთავრებული მქონდა ახალი ინსტიტუტი და რა მივედი და ამიყვანეს და დავიწყე მულტფილმებით და რაღაც ვერთობოდი ძალიან და სკუბიდუბიდუ და რაღაცა და სწორედ ის პერიოდი მე უბრალოდ აი ბევრი რეპეტიციების გამო უკვე ვეღარ ვახერხებდი ხან გადაღება ხანის და ცოტა მოვწყდი. ეხლა იმ მარტო რეკლამებს თუ გავახმოვანებ ხანდახან, მაგრამ სურვილი მაქვს რა მართლა აი დუბლირების მაქვს და მინდა რომ რაღაცა დავიხვეწო. დუბლირება გამოვასწოროთ უნდა ეს. კი, აუცილებლად ჩვენ ვისაუბრეთ ეთერის გარეთ მართლაც და ეგ ამბავი გამოსწორდება აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ პატა გულწრფელად მგონია რომ ძალიან ესეთი ხავერდოვანი და სხვანაირი ხმა აქვს. დღეს ბოდიში ჩახლეჩილი ხმით ვარ მართლა. ორი დღე სპექტაკლი ესე ვითამაშე გუშინ სპექტაკლი. ხაოდი, მაგრამ არა უშავს ხანდახან ნუ გახმოვანების ამბავს რო თავი დავანებოთ, რაღაცა შენი ცხოვრება ხე მე ძალიან მახსოვს ბავშვობიდან, იმიტომ რომ შენ რო სპექტაკლები დაიწყე ზოგადად თეატრალური დაამთავრა და პირველი სპექტაკლები იყო პიგმალიონიც მახსოვს? ხო, მაშინ იყო რომ ეს ოჯახი რო ახალი ამბავი იყო, სუ დავდიოდით რა, სუ მოსაწვევები, სუ მოვდიოდით. ნუ რეალურად მარჯანიშვილში დაიწყო ამბავი. აი, პირველი კურსიდან ჩვენ რეჟისორმა მიგვიყვანა, გაგვიმართლა ბატონო გიზო ჟორდანიამ და აი მართლა ბუჩქის როლით დავიწყეთ, ოღონდ ალბათობ, აი მართლა ეგეთი როლები იყო. ხან ეპიზოდში ხან იმაში ნელ-ნელა რაღაცნაირად როგორც ხდება რა. და კაი გავიზარდეთ აი თეატრში და დიდ მსახიობებთან ერთად და უყურებდით და ყურებაა ერთ-ერთი მაგით სწავლობ რა. ხო, მართლა. მე იყო თუმანიშვილის თეატრი, თუ სწორად მახსოვს. მე მახსოვს. თუმანიშვილი პარალელურად სამეფოებნის თეატრშიც დავიწყეთ ერთად ჯგუფელებმა მუშაობა დათათავაზე ჩვენ ჯგუფელი და ჩემი მეგობარი და იმის მერე იქაც ვარ ეგრე მოხდა გამიმართლა. და ყველაზე მაგარი რაც არის, უფრო მასშტაბურად რითიც ამახსოვრდებათ ხოლმე მსახიობები, ხა ეგ ზოგადად ეგრეა, ალბათ თუ ისეთ რაღაც აზრს არ ვიძახი, ფილმები და სერიალები რა. ნუ ხო, კი. და შენი როლები გვახსოვს არაერთი მართლამეტი რა და ძალიან ბოლო განსაკუთრებით პატარა გოგოებს ახსოვს. ხო, კი. ეგ ფან კლუბი ცალკე ყავს მართლა. კი, როგორ არის. და მე მახსოვს არაერთი ანუ ქართულ თანამედროვე სერიალებში და ფილმებში აი ერთ-ერთი ჩემთვის გულწრფელად რო გითხრა, ძალიან დასამახსოვრებელი მსახიობი ხარ რა, მადლობა, ძალიან დიდი მართლა. ჩვენ
ცუდად არ მინდა ვიღაცებმა გამიგონ, მაგრამ მე იშვიათად მახსენდება ესე კარგად ერგებოდეს თან თეატრსაც და თან კინოსაც, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ორი სხვადასხვა რაღაცაა, ხო? იქ საერთოდ სხვა მუშაობა გჭირდება, აქ საერთოდ სხვა მუშაობა და შენ ჩემი აზრით ერთ-ერთი აი გულწრფელად რო გითხრა ხარ ის მსახიობი, რომელსაც გავწითლდები. ორივეს მართლა ისე კი, ნაკლებად ეთყობა კინოში თეატრი, ხო? პირველი არხის საზოგადოებრივი სერიალები გამახსენდა, ეხლა ძალიან არაერთი საინტერესო. ორობოროსი. გახსოვს ორობოროსი? ორობოროსი კავიაზე, ხო? კავიასი არის. ფსიქოლოგზე სეანსი. ხო, სეანსი, მანდაც ძალიან. პირველ არხზე იყო მე რა ერქვა მსხვერპლი, ხო? მსხვერპლი, კი. ძალიან საინტერესო და ისე დასამახსოვრებელ როლებს ქმნი რა. ხო, და ძალიან ხშირად არის ბოროტის როლში. სხვა შორის მაინტერესებს და ასწორებს. უარყოფითი გმირები რა. თავიდან მეგონა რომ სულ რაღაცა დადებითი გმირები მქონდა და მინდოდა ძალიან უარყოფითი, ძალიან. ხო, და კარგად მოერგე მოკლედ ამ უარყოფითი. სიამოვნებით კიდევ ვითამაშე. ხო, და ნუ მოირა ეხა ცალკე ამბავია, რომელიც ასევე ეხა ჩაწერამდე საუბრობდით რომ დაჯილდოვდა. ნუ იყო ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ნამდვილად, აი თუნდაც ეს ქრისტეჩიტი, რომელიც მე პირადად აი საერთოდ დამავიწყდა, როცა ქრისტეჩიც ვუყურებდი და ვუყურე ფესტივალზე, საერთოდ დამავიწყდა რომ გიცნობდი და აი თითქოს რაღაცა საერთოდ სხვა პერსონაჟი იყავი რა ჩემ ხმაში ეკრანზეც, იმიტომ რომ აი მაინც უმახსოვს ხოლმე რომ ხო ანუ შენ ხარ რა, საერთოდ სხვა გარდასახვა იყო ჩემი აზრით. და ნუ ახლა თვითონ ფილმიც იდეალურია, მაგრამ ნუ იდეალური პერსონაჟი შექმენი რა. და მგონია რომ რაღაცა ეგ ფილმი ესე არ ჩანს რა. გამახარე მართლა. მასობრივად არ არის, თქვათ როგორც სერიალები, რასაც მონაწილეობა მიგიღია, ცხადე არ ჩანს, თუმცა ნუ ძალიან ისეთი ფილმია რა, მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. გამახარე ძალიან. კავიაზე დევს როგორც ხო, კავიაზე დევს, ეგ ფუფუნება ნამდვილად გვაქვს რა ქართული ფილმები ხელმისაწვდომია უკვე კავიაზე. და კავიაზე რო გადავინაცვლო, ძალიან მოხოდა მოკლედ კავიამ ქართული სერიალები, ხო და კაი ამბავია ეგ რა, იმიტომ რომ ხო არ ვიყავით განებივრებულები რა, ნუ ადრე იყო რაღაც პერიოდი. საფესტივალო ფილმებიც ძალიან რთულად ხელმისაწვდომი იყო და უკვე გვაქვს ეგ ამბავი შეგვიძლია. ეგეც ძალიან კაია და ეს ახალ-ახალი სერიალები მაგალითად ეხა ცვალებადი ნიშნების ახალი სეზონი გამოდის თუ გამოვიდა უკვე ძალიან დიდი მაყურებელი ყავს მაგასაც და მე მიხარია ხოლმე რა რომ ეს ახალგაზრდა მსახიობები და ცოტა აი ექსფერო კარგად მიდის იზრდება რა იმიტომ რომ რაღაცა თუ დაპაუზებულია ეგ ეხა ლოგიკურად ეგრეა რა ვერ ვითარდება ვერც მსახიობი ვერც რეჟისორი რა თქმა უნდა საქმეში უნდა იყო და ხო და მეტი უნდა ხდებოდეს მარტო ერთი კავია კი არა ბევრი უნდა იყოს და თან ეგა მნიშვნელოვანი რომ ეს კავეა ქართველი მსახიობებისთვის რაღაც თვალსაზრისით უზრუნველყოფს იმას რომ მაინც ასე თუ ისე დასაქმებულნი იყვნენ რა წელიწადში ერთხელ ასე თუ ისე ხო რომ ნაკლებ ადამიანს გაუშვეს მოკლედ ქვეყნის დატოვების სრული ეგეც სამშობლო. ხო ზოგადად ჩემი აზრი რო ვთქვა კავიაზეც თავიდან რაღაც თითქოს ქაოტურად დაიწყეს შემოსვლა ბაზარზე. ჩვენც ვიყავით მონაწილე. რაღაცნაირად ქაოტურად მოხდა, მაგრამ კარგ მიმართულებაზე დაჯდნენ ასე ვთქვა, თან რაღაც სწორი აქცენტი გააკეთეს ჩემი გადმოსახედიდან ამ ეტაპზე რა, იმიტომ რომ როგორც წეგან აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის რომ მარტო რაც Netflix-ის, Hulu-ს და Amazon-ის სერიალებს კი არ უყურო, ანუ ქართულ სერიალებს უყურო. მაგრამ რა პირველ რიგში ქართული გვინდა და მე სხვა, მაგრამ ზუსტად ნუ ეს ვინიცის მერე. ხო, აი მაგამდე მინდოდა მისვლა რა, იმიტომ რომ ძალიან საკაიფო პერსონაჟი დადე, ჟარგონულად რო ვთქვა რა. ძალიან, აი რაღაც მაგარი უცნაური, ხო, აი რაღაც ისეთი ურთიერთობა. თან ისეთი გოგოების ყურადღება რო ძალიან მიიპყრო კიდე ერთხელ აღვნიშნე, ამიტომ რომ ეს მახსოვს რომ სულ იყო რომ აუ რა მაგარი ბიჭია, რა მაგარი ბიჭია, ანუ გულისხმობ ჯენზიკების რა. რაცა ეგეთ ძირთად ხო ეგეთ სერიალებს იღებს კავეა რა, რაღაც ეგ სეგმენტია ასე ვთქვათ ჩართული ხო და რაღაც პირველად იყავი მაგ პოზიციაში. ოკეი, ხო შეიძლება. და რამდენად იგზანია ეს საინტერესოა რაღაცა რომ ცოტა სხვა როლში მოხდე. არის პირველ რიგში ვისიამოვნე, იმიტომ რომ რაღაცნაირი flexible პერსონაჟი იყო, ვითომ სუბუქი და ჩვენ ჟარგონულად პოხუისტი, მაგრამ თან ამავდროულად მძიმე რა და ეგეთი პერსონაჟები ასწორებს მართლა და აკვარიუმში ჩაარწმე? ხარ გააფრინე შენ? გიკაკუნებდი. ვერ შევიკავ თავი. და სხვა ადგილი ვერ იპოვე, იატაკზე მაინც დაგეცია, რაღაც თევზებს დააწყიო. რაღაცინებს რა. მართლა გააფრინე, ხო? სულ ესე იქნება რა. ხო, გილოცავ, ეს არის პრომო. ხო
რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა და ძალიან ბევრი წვილი გვინდა ხოს დაახლოებით ეგეთი და რაღაცები და თან ბარმენი, თან დიჯეი, თან რაღაცა, თან სვარაფხიზელი, საყურეებით რაღაცები ასწორებს. სხვანაირი იმიჯით თმაც რაღაცა გავიზარდე მაგისთვის. სხვანაირი იყავი ნამდვილად. სხვა როლში გამიმართლა რომ მქონდა საშუალება მაგის რომ რაღაც ოდნავ სხვანაირი გამიკეთებინა. იცი არა, აი სულ მახსენდება ხოლმე შენი ძალიან ბევრი როლი ხო არის თეატრში, ისო თეატრში დაუბრუნდა რა და ნუ რომეო და ჯულიეტაც ნუ აი ყველა რომეო ჯულიეტა გახსოვს? ეგ არის ჩემი საყვარელი სპექტაკლი. ჩემიც ერთ-ერთი. მართლა. რომელ თეატრში? იყო თუმანიშვილში, მაგით მივედით თუმანიშვილის თეატრში. მარმარინოსის მიხედვით ბერძენერის დაიდგა ნუ საოცრება. მე თუ არ ვწდები ეპიდავროშიც ითამაშეთ თუ იგეგმებოდა და გადაიდა. მარმარინოს დადგმული ქონდა ეგ რომეო ჯულიეტა. მაგრამ თქვენ არ ყოფილიყართ დასში. არა, ბერძნებთან დადგა თავიდან და ჩამოიტანა თბილისში ფესტივალზე და მერე წლების მერე თხრეს რომ აი ის დადგა იყვნენ ქართველებთან თუ. ჩაატარა დიდი კასტინგი და თელი თბილისის მასშტაბით ვინც მივიდა, ბევრი მივიდა და რა გაგვიმართლა და აგვიყვანეს. ხო, თქვენი დასი. აგვიყვანეს და თეატრიდან გიონი პაშიძე და მაია გელოვანი იყვნენ და არ ვიცი, სამთვიანი მასტერკლასი ჩაგვიტარა ამ კაცმა, იმ მართლა მასტერკლასი და სხვა გამოცდილება და ძალიან დიდი გამოცდილება. სულ სხვანაირად დავინახე თეატრი. თურმე რაღაცა და არასწორად მივდიოდი თუ რაღაც ბიომექანიკაზე დაყრდნობით არის და რაღაც ხო, საერთოდ სხვანაირია. შემოდიოდა და თამაშობდით უცებ ხანი შეიძლება ტიბალტი ყოფილიყავი და იმ წამსვე ყოფილიყავი მერკუციოს სიტყვაზე. ყვებოდით ამბავს რა. და ძალიან კარგად მახსენდება. და ხალხსაც როგორც მახსოვს ამ მოწონდა და ბევრი ხალხს, იმიტომ რომ საერთოდ ექსპერიმენტული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და სიგიჟე იყო. განსაკუთრებით იმ დროს, როცა დაიდგა. და ბევრი რაღაც შეიცვალა მაგის მერე ქართულ თეატრში. თამამად შემიძლია თქვა და მიხარია რომ ამის მონაწილე ვიყავ, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი შეცვალა მართლა და რაღაცა სხვა მიმართულებებით დაიწყო თითქოს ქართულ თეატრში რაღაცა ძიება დაიწყო და თითქოს ახალი სიტყვის თქმა უნდა ყველას რა. ზოგადად ხო აი თეატრზე რო ვთქვა მე ძალიან მისწორდება რაღაც პანდემიის შემდეგ დაიწყო თითქოს ხალხმა ძალიან იმიტომ რომ მე მახსოვს ძალიან დიდი მაყურებელი ყავი მარჯანიშვილის თეატრში თეატრალურ სწავლობდი და იქ უფასოდ ქონდა ბილეთები ფეხზე დგომის ბილეთები ქონდა ვიდექი ხომ და არ მაზავდი ხოლმე ძალიან მისწორდებოდა სულ ძირითადად მარჯანიშვილში რუსთაველში ძალიან ხშირად დავდიოდი და ნუ მუსკომედიაში აი ბავშვობიდან მედი პოპინსი და აი ბავშვების სპექტაკლებიდან მერე და მერე ბალიშის კაცუნა და რაღაცა საოცარი სპექტაკლები იმის მიუხედავად რომ მე პატარაობიდან დავდივარ და მიყვარს ძალიან თეატრი რა და ეს სფერო ზოგადად მაგრამ ისწორდება აი ამდენი ხალხი და ეს მაყურე ანუ ესეთი ის რომ აი ბილეთებს ვერ შოულობ და ჩალიჩობ მეგობრებს ურეკავ მსახიობებს რომ იქნებ რამე გამო ისინიც მეუბნებიან რომ არა იმდენია რომ ვერა და აი ეგ არის ყველაზე სასიამოვნო ქაოსი მე მგონი ამ სფეროში რაც კი ყოფილა რა ზუსტად ხო და ამ პანდემიამ რაღაცა გააკეთა ვერ მივხვდი მაგრამ რაღაცა გამო ყველას და გარეთ გამოსვლა და რაღაცების ნახვა და ხანერად გადავაფასეთ თითქოს კიდეს ეგეთი რაღაცა ხანერად გადავაფასეთ რაღაც მასობრივი კომუნიკაცია იმიტომ რომ აქამდე არ ვაქცავდით ყურადღებას კინოც ხელმისაწვდომი იყო თეატრიც და ხალხი არ და იმ ჩაკეტილობამ რაღაცა ეგ ხიბლი დაგვიბრუნა რომ ერთხად რაღაცა კარგის ყურება კარგია და მსახიობებისთვისაც ბოდიში ალბათ უფრო კიდე სხვა სტიმულია რა რომ აი ისო გადავსებულ დარბაზში ამდენი იმაშია მე რეზონანსები 1000 კომენტარი იწერება აზრები ჯგუფები შეიქმნა სადაც ძალიან აქტიურობენ და წერენ და რაღაცა თავის რეცენზიებს წერენ უკვე ხო მაყურებლები აი როგორც კრიტიკოსები თითქოს ეგრე წერენ ლამის რა და ასწორებს მართლა ამასობაში ხო თან მაყურებელიც გაიზარდა ეგეც სამნიშნავია რომ მაყურებელიც გაიზარდოს და გემოვნებაში და მიმღებლობას იყოს სხვა უფრო სხვა მნიშვნელოვან რაღაცებზე ვიდრე რაღაც ისეთი უბრალო პაპსა რაღაცები ესეთ სპექტაკლებზე ბევრია პრინციპში ანუ სამეფო უბნის თეატრშიც ძალიან ბევრია როცა ძალიან დიდხანს რიგში გიწევს ყოფნა რომ ბილეთი მოიპოვა მაგრამ აი ძალიან შთამბეჭდავად მახსენდება მეფელირე მეფელირზე რომელზეც 5 თვით ადრე შეიძლება ვერ ეშოვა ბილეთი და ზოგადად ძალიან საინტერესო როლია რა შენთვის და სულ მაინტერესებს აი რამდენად მნიშვნელოვანი როლი არის ეგ სამშობლოვანია მართლა მოგიყვები ორი უცებ ეგრე დაიმთხვა გამიმართლა რომ ვაბარებდი თეატრალურში
პიესებს რო კითხულობდი რომ იმზადებოდი რა ჩემთვის რო ვიცოდი შექსპირები რაღაცები წაკითხული მქონდა როცა და თელი ღამის განმავლობაში ვკითხულობდი და დილით ისე მივდიოდი სკოლაში არ მეძინა და ეგ მქონდა ციკივით რომ ერთ ღამეში ერთი პიესაა და თავის რაღაც გახაზვებით რაღაც მეფელირი რო წავიკითხე ეს ედგარი ჩამრჩა რა რაღაც ძალიან ჩამრჩა და გავიდა წლები უცებ რაღაც მეფელირზე გაგვანაწილეს მივედით ძალიან მიხარია და არ ვიცი და უცებ პატაინორი ედგარი და ამომიტივდი და აი ძალიან გამიმართლა მართლა და მადლობა ზურა გეძაძე სამისთვის და ზურა ყიფშიძესთან მომიწია პარტნიორობა რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და არა მარტო ზურასთან ბევრთან და ძალიან მიყვარს სპექტაკლი და გმირიც ყველას გვიყვარს ყველას იმიტომ რომ მართლა საოცრებაა არ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოა კი რაღაცნაირი აი ბევრჯერ მოგინდება რომ ნახო და კიდე ნახო ესეთია რა ჩემს იყო ეგეთი არტ-ხელოვნება არტზე გიждდებოდი ხო რამდენჯერ მაქვს ნანახი და ეგ შეგრძნება მქონდა რომ რამდენჯერაც არ უნდა მენახა იმდენჯერ სულ სხვა რაღაცა ანუ ზუსტად აი არ იყო ერთნაირი რა აი რაღაც ინტერპრეტაციებს და რაღაცებს ხო აძრობდნენ თან იქ და კი სულ აი ერთ-ერთ სპექტაკლზე ტელეფონმა დაარეკა და აქედან რაღაც რეპლიკა იმას ესროლა მაყურებელს რაღაც აი ეგეც კიდე ცალკე სრული ქაოსი. უსაყვარლესი სპექტაკლი. არასდროს რო არ 30 ჯერ მაქვს ალბათ. მეც ეგრე აი რამდენჯერაც. თემურ ჩხეიძის სპექტაკლები თითქმის ყველა ეგრე. ყველა ძალიან ეგრე. და სტუდენტობის დროს იქით რუსთაველშიც აქტიურად დავდიოდით და მაშინ ბევრად ფორმაში იყო ეგ თეატრი, შემიძლია თქვა, იმედი არ აქვს არ ეწყინება. გეთანხმები. მე მინდა რომ მაყურებელს უთხრათ რა მიუხედავად იმისა რომ ყველგან ხარ, ესე არის, გამოვიდა, ბევრთვის თეატრშიც ხშირად ხარ, ანუ აი სათხარ ახლა რო ვიცოდეთ და რა სპექტაკლებია მიმდინარე. აი ახლა ნუ ათონელზე შარშენ კი აპრილში ქონდა პრემიერა CO2 ესეც პიესაა თემურ ხვიაშვილის დაწერილი და ილია ქორქაშვილია ქორქაშვილი რეჟისორი და მონაწილეობთ ვანიკო თარხნიშვილი, ბეხკა ხაჩიძე, მაიმბოდიში, ყორღანაშვილი გიორგი და მე. და რაღაცა აი მეგობრული ძმაკაცური სპექტაკლია. ეგრე დაიდგა თუ რო ნახავთ მიხვდებით და ძალიან მიყვარს. კიდე ბოლოს ქონდა პრემიერა ყაჩაღები მარჯანიშვილის თეატრში და ეხლა მუშაობ თემო კუპრავასთან რაღაც საინტერესო პიესაზე ვნახოთ თებერვალში გამოვა. ეგეც მარჯანიშვილში. ანუ ორი სპექტაკლი მიმდინარე, შეგვიძლია რომ ნახოთ ეხლა. კი, და თუმანიშვილში იქნება მაისში წესით იტალიელი ორი რეჟისორია, დოკუმენტალისტები, მაგრები ძალიან. ჩამოვლენ, დადგავენ. უკვე იყვნენ, ვირეპეტიციეთ, ღია რეპეტიცია ხალხს ვაჩვენეთ, რაღაც ეგეთი იყო და ეხლა სამი კვირით რო ჩამოვლენ, დავამთავრებთ ემიგრაციაზეა და ძალიან საინტერესო ხალხია და მე წესით ბოლონიაში წავიღებთ, იქაც ვაჩვენეთ. მაგაზეც ალბათ ვერ ვიშოვით ბილეთს, თუ რამეა დაგირეკავთ და შემოგვიყვან. მეფელირიც წესით აღდგება, ეხლა ცოტა ხანი პაუზა იყო და დეკემბრიდან უნდათ რომ აღვადგინოთ რა, რაღაცები უნდა შეიცვალოს ალბათ. ეგეც ძალიან кайფია. საბოლოოდ ეხლა ძალიან კარგად ვილაპარაკეთ ეს თეატრზე, სპექტაკლზე, ეს კულტურის, ჩვენი კულტურის ნაწილია რა, ძალიან გვეო ქართველებს, აი რავი, ანუ ძველი სპექტაკლებიდან, ფილმებიდან მოყოლებული, მე ძალიან შეყვარებული ვარ ძველ ქართულ ფილმებზე რა, აი არ ვიცი, ჩემთვის კლასიკაა, ეხა ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალიან გაგვიგრძელდება ეს ამბავი და ეგ ცალკე საპოდკასტე ამბავია, თემაა რა და საბოლოო ჯამში მაინც მე მაინტერესებს აი თანამედროვე არა ქართულ ბოდიში, ანუ აი უცხოურ სერიალებზე, ფილმებზე, ჩვენ მაყურებელს ძალიან აინტერესებს ხოლმე ჩვენი სტუმრების რეკომენდაციები რა, აი შენ საყვარელ სერიალებზე არ დავიღლები მაგაზე. შენ საყვარელ სერიალებზე რო გველაპარაკო. პირველი სოპრანო რა თქმა უნდა. ჩემიც. ეგ არის კლასიკა, ეგას. განდოლფინი ისე თამაშობს რომ მარტო არ ვიცი ძალიან მიყვარს. Breaking Bad იყო პირველი რამაც ვაფშე შემაყვარა ეს სერიალები რა. მაგით დავიწყე უფრო რა. რა ვიცი, True Detective, Fargo, კიდე Wire. The Wire, კი ეგეც გახმოვანებული მაქვს. Homeland, რა ვიცი, ყველა House of Cards Game of Thrones-იც ძალიან კაია, იმიტომ რომ მართლა ბავშვი თუ ყურებდი, პატარა ბავშვი ზღაპარს უყურებდა და ასწორებს ამ და ლოდების სეზონებს როდის გამოვა ეგ ლოდინი არის ცოტა ტვინის ბურღვა, მაგრამ მაინც ისეთი ის. ძალიან მიყვარს სერიალები ძალიან. ახლა ხანდახან ვაპაუზებ რომ მალე არ მარჩეს. იმიტომ რომ არა. დააგროვო? არა, რომ ფილმებს მე ვეღარ ნახულობ, მაგრამ გაიგეთ ახლა ჯობია ბევრი ფილმი ნახო. ეგ მთლიანად ჩაგვანაცვლა სერიალებში. არა, ყურა რომ ბევრი საინტერესო ფილმი ვნახო, უფრო ევროპული, იმიტომ რომ ევროპული ფილმი ყოველთვის ჯობია ამერიკულ happy end-ებს ასე ვთქვათ. ამერიკაშიც იყო ხა კასავეტესი, რომელიც არ ვიცი, ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო ძალიან საყვარელი რეჟისორია.
ხო, აი ამერიკულ ფილმებზე ხა მე და შენც რა, მე და ციკოს ხო მილიონი ფილმი გვაქვს ერთად გახმოვანებული ცალკეც იმდენი და მაგაზე ვღადაობ ხოლმე რა, რომ აი ერთი ფორმულა ყველა ამ ჰოლივუდის პლასმასის ფილმს, აი ყველა წუთზე იცი, ხა ტექსტიც რო არის რა, სიტყვაზე 30 გვერდია, იცი რომ აი 20 გვერდი არის პირველი 40 წუთი და დანარჩენი 10 გვერდი მე ექშენები შემოდის იქით არის რა, ანუ აი უფრო რა. მაგრამ იქაც არიან ხა პოლ თომას ანდერსონი და არ გამომრჩეს რა, ანურეს რეჟისორი გამოშტერდი. ხო. სანკა არ მახსოვს ხა უცებ რატო დამოვიწყო. ხო და იმიტომ ახსენე კასავედის რომ ვაფშე დაარღვია ამერიკული კინო და ახალი ტალღა შეიძლება დაარღვია იაპონური ფილმების რეჟისორი ამერიკული პარაზიტები აი ძალიან კაი ეგ იყო ერთ-ერთი ის ფილმი რომ აი არა ჰოლივუდურ ფილმს უყურე და მეთქი აი რა კაია რომ აი რაღაც შაბლონი რაღაც ის პლასმასი არ არის და რაღაც სხვა ემოციაც მოაქვს მსახიობს რა უფრო სხვა ერის ფილმს რო უყურებ მით უმეტეს რაც მიჩვეულები ვართ მაინც ახლა ამერიკულ სერიალ ყველაზე დიდი ინდუსტრია მაინც ეგ არის რა კი არა ძალიან მიყვარს ძალიან უყურებ შონ ბეიკერი ვერ გავიხსენე შონ ბეიკერი აი ფლორიდა პროჯექტი გაქვთ ნახე ძალიან მოგიწონებათ აი რაღაცნაირი შემოქმედი რეჟისორია რა ერთი ფილმი აქვს აი ტელეფონით გადაღებული მაგალითად აი გარ ვიცოდე ეს საინტერესოა კიდეც არის და ეხლა ოსკარი მოიგო რა ანორად ხო ანორა ეს არის მე საერთოდ ამ ბოლო დროს ვფიქრობ რა ამერიკულ კინოში გაჩნდა ძალიან ბევრი ინდივიდუალური რეჟისორი, აი თავისი ინდივიდუალური ხედვით, რომელსაც მართლა აქვს ავტორო კინო, აი ბოლო პერიოდში წამოვიდა და აქ ძალიან ევროპული გავლენები რა. და ხშირად მაქვს ხოლმე ეგ შეგრძნება, აი ახალ ამერიკელ რეჟისორებს რო ვუყურებ, რა მავიწყდება რომ ამერიკულ კინოს ვუყურებ რა. და ეგ ძალიან კაია. ძმების ავდები. აი good time გეხვეწები ნახე ისეთი კაი ფილმია რომ და ეს პატინსონი ისე თამაშობს უცი თურმე რა მაგარი მსახიობი და რა ტიპი დრეებში ყოლსნა როგორი კინო აი როგორ აი ან კამერა როგორ მუშაობს როგორ თამაშო თვითონ ეს ძმა თამაშობს ერთ-ერთი ორი ძმის გადაღებული ეხლა ცალ-ცალკე გადაიღეს ორი ფილმი ერთს ეს ტიმოთე შალამე ყავს და მეორეს აი ეს მოკლედ დამოვიწყო ხო რომელი რაღაც იმაზეა რესლერზეა რა ეს მეორე ხო ანუ ამერიკულ კინოში წამოვიდა ნელ-ნელა რა ეს ძალიან ეტყობა ხო ძალიან ცალსახად ეტყობა აი განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელია სხვანაირია ჩვენ ახლა ნელ-ნელა დასასრულისკენ რომ მივიდეთ გოგო კიდე 5 წუთი ვიბაჟოთ კაია თქვენთან აი 3 ვაკონტროლებ რა კიდე 3 წუთი 3 ჩვენ არავის არ ვუშვებთ მით უმეტეს თუ ხმასთან ქონია შეხება რომ არ ჩაგვიწეროს ტიხარი სად არის შენი კამერა გამოიწერეთ ვოისოვერების არხი ეგრევე გამოიწერეთ ვოისოვერების არხი YouTube-ზე კი ბატონო გამოიწერეთ ვოისოვერების არხი ეგ არის მადლობა ხათას ხმად შეინახა ჩვენს ვოის არქივში ვოის ბანკებით გვაქვს რა სტუმრები ამ ხმას ტოვებენ და მე რა ეს მიდის და რაღაცა კოლაჟებიც იკურება მე ძალიან გული მწყდება რომ ძალიან ცოტა დრო დაგვიჩა ვილაპარაკოთ კიდე მოვასწრე უბრალოდ გადავირბინეთ რაღაც თემებზე რა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ კიდე უფრო მეტად დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც დარჩება ეხა ის რომ დაგვიწერენ ბოჭორი კომენტარებში კიდე მოვალ უფრო ხო და კი აუცილებლად იცი არის აი რამე ახალი პრემიერა რომ იქნება უფრო კინოს მიმართულებით მაშინ გავაკეთოთ ერთი პოდკასტი კიდე ეპიზოდშივე ვიღებთ მაგის პირობას რომ კომენტარები წავა რომ აუ არ გვეყო კიდე კი სიამოვნებით მართლა ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი და შენი მოსმენა ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ ამ ამბავში თავს და ვთქვათ სად ვართ აუცილებლად თქვი შენ ალტერ ბრიჯის კაფეტერია უნივერსიტეტში კაფეტერიაში ვერ ვართ პოდკასტის სივრცეში ჩვენ ვართ ალტერ ბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სივრცეში და ნუ ზოგადად ხა ეს იქნება უკვე 10 ჩვენი მუდმივი ადგილსამყოფელი და იმის შემდეგი კვირიდანაც ნუ სავარაუდოდ სულ აქ ვიქნებით მომთაბარეობა დავამთავრეთ ვოისოვერებს და ფუძემდით მოკლედ ალტერ ბრიჯში და კარგი სივრცეა და დაგვიწერეთ რაც მოგწონთ და ვეცდებით ხოლმე რომ კიდე უფრო გავახალისოთ და შევცვალოთ და უფრო აუცილებლად უნდა დაწეროთ კომენტარები რამდენად მოგეწონათ მოკლედ ჩვენი ეს ეპიზოდი პატას ბოდის გიხდით რომ ესეთი მოკლე ეპიზოდი გამოგვივიდა ეხლა ვიგეთქვით მაგრამ ეჩქარება ჩვენი ბრალი არა აღარ მეჩქარება აუცილებლად კიდე იქნება ვოისოვერების სტუმარი პატა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ნუ ძალიან მალე გელოდებით რა როგორც კი ახალი ფილმი შემოვარდება შენს ცხოვრებაში ჰორიზონტზე ეგრევე მოდიხარ მალე იქნება
მადლობა შენც იყო ჩამოთვლა, მადლობა ალტერბრის, მადლობა პაატას და მადლობა თქვენ და მადლობა ერეკლეს. აუცილებლად უნდა გააზიაროთ და subscribe-ოთ, გამოიწეროთ და დააზანზალაკოთ ტეპ ის ზარი, რომ ყველა ჩვენი კარგი სტუმარი ყველგან ამოგიგდოთ. თამაშია საქმე. შემდეგ შეხვედრამდე. კარგად.